ერთხელ უხუცეს პორფირს შევჩივლე, რომ მეტი აღარ შემეძლო. ამ დღეებში ისეთ მომქანცველ სამუშაოებს ვასრულებთ, რომ ხელფეხის განძრევის ძალაც აღარ მაქვს. რა საჭიროა მონასტერში ამდენი ფიზიკური შრომა? უხუცესმა სერიოზული სახე მიიღო და უმალ მიპასუხა. ღვთისათვის ჩვენი დაღლა და შემდეგ ამაზე წუწუნი და სინანული მომაკვდინებელი ცოდვაა. კარგად გაიგე ეს. ფიზიკური გარჯის გარეშე საწოლში წოლით სათნოება არ მოიპოვება. ფიზიკური შრომა ღვთის უდიდესი ძღვენია ჩვენ საცხოვნებლად და ღვთის მადლის მოსაპოვებლად. სხვები სიხარულით ტვირთულობენ დამცირებას, შრომას, შენ კი იტანჯები. უდიდესი ცოდვაა, როდესაც ქრისტესთვის ვშრომობთ, შემდეგ კი ვნანობთ და ვიტანჯებით. შენ ხომ ახალგაზრდა ხარ და ამბობ, რომ დაიღალე. შენ სასაკში მე ვფრენდი, ყველაფრის გაკეთება მინდოდა. ნუ უყურებ, რომ ახლა არაფრის კეთება არ შემიძლია. ვხედავ, რომ ძალიან დანებდი. ძველმა ადამიანმა შენში ნიადაგი ჰპოვა და განადგურებული ხარ. არა, გამოფხიზლდი, ენერგიულად, ფხიზლად და სიხარულით იგალობე. სიკვდილის მოკვდინებას დღესასწაულობთ, ჯოჯოხეთის შემუსრას და სიხარულით ვუგალობთ შემუსრელსა მას მაცხოვარსა და ცხოვრების მარადიულ დასაბამს, მხოლოსა კურთხეულსა, მამასა, ღმერთსა და ყოვლად დიდებულსა. შესანიშნავად, მკვეთრად და აზრიანად გალობდა უხუცესი პორფირი და მითხრა, რომ მეც ასევე აზრიანად და ზედმიწევნით წარმომეთქვა ეს სიტყვები. დამლოცა, რომ ტექსტი დამესწავლა. შვილო, ღვთის სიყვარულით დაუღალავი ხდები. მე აქეთ-იქეთ მინდოდა სიარული, მინდოდა ბაღი მომერწყო, შეშა დამეპო და ამ ყველაფერს მუდამ თავმოდრეკით ვაკეთებდი. სიხარულით და მხიარულებით ვიყავი სავსე, გრძნობა ახსებული დავრბოდი, კი არ დავდიოდი, დავრბოდი. თუმცა მცხვენო და უხუცესებს ჩემი სირბელი რომ არ ენახათ, ამიტომ თავიდან წყნარად მივდიოდი და შემდეგ მათ ცოტას რომ გავცდებოდი, გავრბოდი. თითქოს ფრთები მესხმებოდა. ყველაფერი რომ სწრაფად გამეკეთებინა და სწრაფად დავბრუნებულიყავი ჩემს უხუცესებთან. ეს იყო მადლიანი, ნამდვილად ანგელოზებრივი ცხოვრება. ჩემს კურთხეულ უხუცესებს დიდი მოშურნეობა ჰქონდათ. ისინი მეუბნებოდნენ, იქ წადი, აქ მოდი და მართლაც ბევრი სამუშაო გქონდა. მე სენაკის მეთვალყურეობა დამავალეს. სახლი მოვლილი იყო, რამდენიმე ზეთისხილი და ბაღიც გქონდა. მრავალ სამუშაოს ვასრულებდი, ხშირად ავდიოდი მთაში. ბუნებრივია, სამუშაო მღლიდა, ხშირად ფეხები მაწყდებოდა, მაგრამ რა იცოდნენ ჩემმა უხუცესებმა, როგორ მომქცეოდნენ მე ბავშვს. თიდან 3 საათიანი გზით ვეშვებოდი, ხოლო მამა ივანიკე მეუბნებოდა, ხვალ პური უნდა გამოვაცხოთ, ამიტომ გაემზადე და ფიჩხი მოაგროვე. ვიღებდი თოქს და ფიჩხისთვის მივდიოდი მთაში. ხუცესები ხშირად მგზავნიდნენ მორებზე და კუნძებზე. ავიკიდებდი და ვეზიდებოდი მათ, როგორც განსწავლული ვირი. როცა სიმძიმისგან წელი ამტკივდებოდა, ჩემს თავს შევუძახებდი. აი მოგცხებ შენ, ბებერო ვირო, სიზარმაცე არ ვიცოდი, დიახ მართლაც არ ვიბრალებდი ჩემს სხეულს. მუხლები რომ ამტკივდებოდა, მათზე შურის ძიება მინდოდა. აი მოგხვდება შენ, ბებერო ვირო. და თუმც 17 წლის ყმაწვილი ვიყავი, ძალიან დიდ ტვირთს ავიკიდებდი და საკმაოდ დიდ მანძილზე ვატარებდი. სიზარმაცეს სრულებით არ მქონდა, ლოცვა მომწონდა და მაშინაც კი, როცა დაღლილი ვიყავი. უძლურებაში მყოფი უფრო მეტად ვეძებდი ღმერთს. ეს უნდა ირწმუნოთ და გაიგოთ, რომ ნამდვილად შესაძლებელია ეს და იგი სიყვარულის შედეგია. საქმე იმაში კი არაა, რომ შენ სწრაფად დადიხარ, ერთ საქმეს აკეთებ, მეორეს იწყებ, ბრუნდები და აკვირდები იმას, რომ ყველაფრის დამთავრება მოასწრო, მორწყა, დაჩეხო, შეშა მოიტანო, მთაში ახვიდე და წაიღო ხის ნაჭრები ხელსაქმისთვის.
სიყვარულის წყალობით დაუღალავი ხდები და იცით სად მიდის მაშინ ცოდვები, მათ ყველას სძინავთ. გესმით, ასეთია სინამდვილეში მწირული ცხოვრება, ღირსეული, წმინდა, სამოთხისეული ცხოვრება. მე ყველაფერს დიდი სიყვარულით და სიხარულით ვაკეთებდი. პირველ ხანებში მხოლოდ სამუშაოზე დავყვებოდი ჩემს უხუცესებს, მეტი არაფერი, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ უხუცესმა დამიძახა, სკვნილი მომცა და მითხრა, რომ ყოველ ღამეს მელოცა. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, მეტი არაფერი, არავითარი დამოძღვრა, არავითარი განმარტება. სკვნილის მოცემამდე მითხრა, აბა თავი მოიდრიკე, მე მთხვიე ხელზე და სკვნილზე, ჯვარს ემთხვიე რომ დაგლოცო და ღმერთი შეგეწიოს. ასე ვისწავლე სკვნილზე ლოცვა. სენაკს აქეთ, ანუ სენაკის გალავნის გარეთ უხუცესები თავდაპირველად სამუშაოდ არ მგზავნიდნენ. ყოველ საქმეს მხოლოდ სენაკში ვასრულებდი. შემდეგ ბაღში დავდიოდი, თოხნიდი, ვრწყავდი, ვჩეხავდი შეშას, ყველაფერს ვაკეთებდი, რისი გაკეთებაც შემეძლო. შემდეგ ხელსაქმე შევუდგებოდი. ფიზიკური სამუშაოს შემდეგ ფსალმუნების საკითხავად დამაყენებდნენ და თავად კი მუშაობდნენ. მე ყველაფერს მონდომებით ვაკეთებდი და არ მსურდა ჩემი უხუცესები რამედ გამენაწყენებინა. მხოლოდ მათ მსახურებაზე ვზრუნავდი და მათთვის ხელი შეწყობაზე. ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც მეტყოდნენ. ყველაფერს ზუსტად ვიცავდი. ვიმახსოვრებდი, რასაც მეუბნებოდნენ, გაკვეთილივით ვსწავლობდი. ყოველივეს გონებაში ვიმარხავდი და ვასრულებდი. მაგალითად, ჩემი ხელსაქმე იყო ხეზე კვეთა. ყურადღებით ვუყურებდი, როგორ აკეთებდნენ ამას უხუცესები და ღამით დასაძინებლად რომ წვებოდი, გონებაში ვიმეორებდი, როგორც გაკვეთილს. ვიღებთ ხის ნაჭერს, ვხერხავთ მას და ვდებთ წყალში, რომ დასველდეს. შემდეგ ამოვიღებთ და ვაშრობთ. მთელ პროცესს გონებაში ვიაზრებდი, სულ უმნიშვნელო დეტალიც რომ არ დამვიწყებოდა, რათა ზუსტად ისე გამეკეთებინა, როგორც ეს მათ სურდათ. მეშინოდა არ შემშლოდა და არ გამენაწყენებინა ჩემი უხუცესები. ამიტომ მათ ნათქვამს ვიზეპირებდი. ისინი მიხსნიდნენ თუ რატომ უნდა მესწავლა ხელსაქმე. იცოდე შვილო, ხელსაქმე უნდა ისწავლო, სხვაგვარად აქ ვერ დარჩები. აქ შენ მონასტერში არ ხარ, ანუ კინოვია არ არის, სადაც დიდი ბაღებია, ვენახები, ბევრი ხილი. აქ უნდა იშრომო, რომ ორცხობილა იყიდო. ამას მეუბნებოდნენ და ხელსაქმეს მასწავლიდნენ. ისინი რომ არ გამენაწყენებინა, დაძინებამდე ღამითაც ხელსაქმეს ვასრულებდი. დილით სამუშაოდ მზად ვიყავი, რასაც ვაკეთებდი, სიხარულით ვასრულებდი ყველაფერს. ვამბობდი, რომ ბერი უნდა გავხდე. ცნობის მოყვარე ვიყავი და მსურდა, რომ ყველა საგანი და ყველა საქმე ყოველ მხრივ და სიღრმისეულად შემესწავლა. ყველაფრის შესწავლა მსურდა. არა იმიტომ, რომ მოძღვრობა მინდოდა და ეს მე წამადგებოდა, არამედ მხოლოდ ქრისტეს სიყვარულისთვის. კურთხევა ავიღე უხუცესისგან, რომ მონაზვნად კურთხევის წესი წამეკითხა და 15 დღეში ზეპირად ვისწავლე იგი. გონების სიწმინდე რომ მქონოდა, მივეჩვიე უქმად არასოდევს ყოფილიყავი. ოთახში, სადაც ხეზე კვეთას ვეწეოდი, წმინდა წერილი იყო. გადავშლიდი და ვკითხულობდი ხოლმე. სახარების კითხვას მათეს სახარებით ვიწყებდი. წავიკითხავდი და მუშაობის დროს ჩემთვის ვიმეორებდი ამას. სახარების სიტყვებს მრავალგზის ვიმეორებდი და ახლაც კი მახსოვს იგი. ძალიან მიტაცებდა წმინდა სიტყვების დამახსოვრება და არ მღლიდა მრავალჯერ მათი გამეორება, რადგან მიყვარდა საღმრთო სიტყვები, ვგრძნობდი და ვუღრმავდებოდი მათ. მე მათ მთელი დღის მანძილზე ვიმეორებდი. არ მღლიდა მათი ყოველდღე წარმოთქმა. ლოცვის უდიდეს წყურვილს განვიცდიდი. უხუცესები დილით მიდიოდნენ და ღამით ბრუნდებოდნენ და მე როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, წმინდა გიორგის ეკლესიაში მივდიოდი
და ლოცვას ვეძლეოდი. და იქ რა ხდებოდა? ისეთ დიდ სიხარულს ვეძლეოდი, რომ არც კი ვჭამდი. არ მსურდა შემეწყვიტა ლოცვა, ვლოცულობდი, ვგალობდი, ვკითხულობდი, მარტო მივდიოდი იქ. კარგი ხმა მქონდა, მართალს ვამბობ, შესანიშნავი ხმა მქონდა. სატრაბახოთ არ ვამბობ ამას, არამედ იმისთვის, რომ ასე ვგრძნობდი. ძალიან კარგი ხმა მქონდა და როცა ვგალობდი, ჩემი გალობა ტირილს, მოთქმას გავდა. ეს იყო ქრისტეს სიყვარულის გალობა, ყველაფერი რაც გინდათ. ეს გუში ჩამწვდომი მსახურება იყო და მე რაღაც ისეც განვიცდიდი, რომ სიტყვებით შეუძლებელია გადმოიცეს. ცოტა დრო რომ გავიდა, გავიზარდე და მოვძლიერდი. უხუცესებმა სენაკს მიღმა სამუშაოზე გამიშვეს. როდესაც მე მორჩილებას აღვასრულებდი და მიწისთვის წმინდა ნიფონტის გამოქვაბულში დავდიოდი, მივეჩვიე, რომ გონება უქმად არ მქონოდა, არამედ ვიზეპირებდი წმინდა წერილს, ფსალმუნებს და კანონებს. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ გონების სიწმინდე მქონოდა. მე გონებაშიც კი არ მქონია, რომ ეს ცოდნა გამომადგებოდა. მერე ხალხისთვის რომ მეთქვა, როგორც ამას ჩვეულებრივ მღვდელმოძღვრები აკეთებენ ხოლმე საუბრებისა და ქადაგების დროს. არასოდეს ვფიქრობდი, რომ უდაბნოდან გამოვიდოდი. ეს არასოდეს მომსვლია თავში. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მთელ ცხოვრებას იქ გავასრულებდი და იქვე მოვკვდებოდი. მაგრამ ჩემი სურვილის და აზრების მიუხედავად იძულებული გავხდი, რომ მთაწმინდიდან გამგზავრებულიყავი. ერთხელ მოხდა ისე, რომ ჩვენთან სენაკში არც ერთი უხუცესთაგანი არ იმყოფებოდა. ამ დროს ჩიტი შევნიშნე, რომელიც ვაზზე იჯდა და ნაყოფს კენკავდა. მაშინვე ავიღე ფიცარი, სამკვეთლო და ეს სურათი გამოვკვეთე. შესანიშნავი სურათი გამოვიდა. ჩიტი ცოცხალივით იყო ფრთა გაშლილი, ყურძენიც ნამდვილივით გამოიყურებოდა. როდესაც ერთ-ერთი უხუცესთაგანი დაბრუნდა, სიხარულით ვუჩვენე ჩემი ნამუშევარი. რა არის ეს, ვინ გაკურთხა? მკითხა მან და იქვე ორად გადატეხა ჩემი ფიცარი. რას ამბობთ, არ გეწყინათ უხუცესო? ვკითხე მამა პორფირს. არა, არ მწყენია. მივხვდი, რომ მონასტერში ყოველთვის სანამ რამეს გააკეთებდე, უნდა იკითხო და კურთხევა აიღო. ჰოდა იქ ისევ ცხოვრობდი, როგორც სამოთხეში, რადგან ჩემით არაფერს ვაკეთებდი. ყოველთვის ვეკითხებოდი და ლოცვა კურთხევას ვიღებდი. მამა პორფირი მადლმოსილი პიროვნება იყო. იგი სულიწმინდის მადლის მოხვეჭის ღირსი ადრეულ ასაკშივე გახდა. უხუცესის თქმით ცხოვრებაში მას დიდად შეეწია ორი რამ, რომელთა მეშვეობითაც მადლის მოხვეჭის ღირსი შეიქმნა. პირველ ყოვლისა ეს იყო მორჩილება. მამა პორფირი ამბობდა, ჩემი უხუცესების მორჩილებას სიხარულით აღვასრულებდი. მაგალითად ისინი მეტყოდნენ, ნიკიტა გაიქეცი სანაპიროზე და ტომრით ფქვილი წამოიღე. ეს სახელი მონაზვნად კურთხევისას მივიღე კავსოკალივის სკითში წმინდა მთაზე. ბოლომდე არ ქონდა უხუცეს სათქმელი დასრულებული, რომ მე უკვე სანაპიროზე გავრბოდი, სიხარულით ვასრულებდი მორჩილებას. მაშასადამე უწინარესია სიხარულით აღსრულებული მორჩილება და მეორეა განუწყვეტელი გონიერი ლოცვა, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. უხუცესი პორფირი იესოს ლოცვას განუწყვეტლივ აღასრულებდა. სიყვარული ყველაფერზე აღმატებულია, მითხრა უხუცესმა ერთხელ და ამის შესახებ ასეთი მაგალითი გვიამბო. ერთი მოღვაწე ხუცესი ცხოვრობდა, რომელსაც ორი მორჩილი ყავდა. იგი დიდ ძალისხმევას იჩენდა მათ შესაწევნელად, რათა სათნოებებში წარმატებულიყვნენ. მაგრამ უხუცესი მაინც წუხდა მათთვის. ნამდვილად წარემატებოდნენ თუ არა სულიერ ცხოვრებაში, ჰქონდათ თუ არა მათ წინსვლა, მზად იყვნენ თუ არა ღვთისასუფევლისთვის. ყოველივე ამაზე იგი ღვთისაგან ნიშანს ელოდა, მაგრამ პასუხი არ ჩანდა. ერთხელ მწუხრე უნდა ჩაეტარებინათ სხვა სკიტის ტაძარში, რომელიც შორს
რამდენიმე საათის სავალზე მდებარეობდა. ბერებს უდაბნოზე უნდა გაევლოთ და მოძღვარმა დილიდანვე გაგზავნა თავისი მორჩილი ბერები, რათა ადრე მისულიყვნენ ტაძარში და ყოველივე გაემზადებინათ. თავად უხუცესი კი საღამოს უნდა მისულიყო ტაძარში. მორჩილები გზას დაადგნენ და უკვე კარგა შორს იყვნენ უეცრად კვნესა რომ შემოესმათ, რომელსაც მძიმედ დაჭრილი ადამიანი გამოსცემდა და შველას ითხოვდა. წამიყვანეთ გემუდარებით, ამბობდა იგი. აქ უდაბნოში გამვლელი არავინაა. დამეხმარეთ, თქვენ ორნი ხართ, ამიყვანეთ და მახლობელ ხესთან დამსვით. არ შეგვიძლია, უპასუხეს მორჩილებმა. მწუხრისთვის ყველაფერი უნდა გამამზადოთო და წავიდნენ. საღამოს ღამისთევის ლოცვაზე უხუცესი იმავე გზით წავიდა. იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც დაჭრილი იწვა. უხუცესმა დაინახა იგი, მიუახლოვდა და ჰკითხა, რა დაგემართა ღვთისკაცო, რა მოგსვლია? დიდი ხანია აქ ხარ, არავინ შეგნიშნა. ორმა ბერმა ჩაიარა დილით, შველა ვთხოვე, მაგრამ ღამის თევაზე ეჩქარებოდათ. მე მოგეშველები, ნუ ღელავ, უთხრა უხუცესმა. ვერ შეძლებ, მოხუცი ხარ, ვერ ამწევ, ეს შეუძლებელია. არა, წაგიყვან, აქ ვერ დაგტოვებ. ხო, მაგრამ შენ ვერ ამწევ. დავიხრები და შენ მომეჭიდე, ნელ-ნელა მიგიყვან მახლობელ ხესთან. ცოტას დღეს, ცოტას ხვალ და მიგიყვან. დიდი ძალისხმევით მოიკიდა სნეული და მძიმე ტვირთით, გაჭირვებით გაუყვა ქვიშას. ოფლის ნაკადულის დიოდა და ფიქრობდა, 3 დღეც რომ დამჭირდეს, მაინც მივიყვანო. უხუცესმა გზაში იგრძნო, რომ ტვირთი სულ უფრო და უფრო მსუბუქდებოდა და რაღაც მომენტში იგრძნო, რომ არაფერი ეკიდა. მაშინ უხუცესმა თავი მიაბრუნა, რათა ენახა თუ რა ხდებოდა და გაკვირვებულმა ზურგზე ანგელოზი იხილა, რომელმაც უთხრა, მე ღმერთმა გამოგზავნა, რათა გაუწყო, რომ შენი ორი მორჩილი ღვთისასუფევლის ღირსი არ არის, რადგან სიყვარული არა აქვთ. ღმერთი სიყვარულია და არა ჩვენი ცხოვრების უბრალო მაყურებელი. იგი ჩვენზე ფიქრობს და როგორც მამა ჩვენთვის ზრუნავს, მაგრამ უფალი ჩვენს თავისუფალ ნებასაც პატივს ცემს. ადამიანი ზეცაში ეძიებს სიხარულს და ბედნიერებას. იგი ყველასგან და ყველაფრისგან შორს ეძებს მარადიულს. მას ღმერთში სურს სიხარულის პოვნა. ღმერთი საიდუმლოა, მდუმარებაა, იგი უსაზღვროა და ყველაფერია. სული ზეცისადმი სწრაფვა მთელ სამყაროს გააჩნია. ყველა რაღაც ზეციურს ეძებს. ყოველივე არსებული მისკენ არის მიმართული, თუნდ გაუცნობიერებლადაც. გამუდმებით ზეცას აღაპყარით გონება, ლოცვა, ღმერთთან საუბარი შეიყვარეთ. ყველაფერი სიყვარულში მდგომარეობს, ღმრთის მოშურნეობაში, ქრისტეს სიყვარულში. ქრისტეს სიყვარულის ღირსნი უნდა შეიქნეთ, რათა წყვდიათში არ ცხოვრობდეთ. ლოცვაში ჩაერთეთ, თქვენ სულში ღვთიური ნათელი რომ შემოვიდეს და მაშინ თქვენი არსების სიღრმეში ქრისტე განცხადდება. სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს. ლოცვა მხოლოდ სული წმინდით აღესრულება. იგი ასწავლის სულს ლოცვას. რამე თუ რაიმცა იგი ვილოცეთ, ვითარ ჯერ არს, არა ვიცით, არამედ თვით იგი სული მეუხარს ჩვენთვის, სულთქმითა მით უსიტყველითა. ჩვენ არავითარი ძალდატანება არ გვჭირდება. ღმერთს მდაბალი მონებივით, ვედრებით და ლმობიერად უნდა მივმართოთ. მაშინ ჩვენი ლოცვა ღმერთსათნო ეყოფა. კრძალულად უნდა ვიდგეთ ჯვარცმასთან და ვევედრებოდეთ. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ამით ყველაფერია ნათქვამი. როდესაც ადამიანის გონება ლოცვაში წარემატება, მაშინ უმალ მოდის საღმრთო მადლი. ადამიანი მადლმოსილი ხდება და ყველაფერს სხვა თვალით ხედავს. ყველაფერი იმაში მდგომარეობს, რომ გიყვარდეთ ქრისტე, ლოცვა, კითხვა და საღმრთო მზრახველობა. ავიღოთ მილიონი და დავანაწილოთ იგი. ადამიანის ძალისხმევა, მცდელობა
მილიონის უმცირესი ნაწილია. ლოცვისთვის სული ლოცვითვე უნდა განემზადოს. ლოცვა ლოცვისთვის. ნახეთ როგორ ლოცულობს მღვდელი საიდუმლოდ, როდესაც საღმრთო ლიტურგიაზე სამოციქულო იკითხება. გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა კაცთმოყვარეო მეუფეო ღვთისმეცნიერებისა ნათელი მიუწდომელი და გონებისა ჩვენისა თვალნი განახვენ სახარებისა შენისა ქადაგებათა გულისხმის ყოფად და დასდევ ჩვენზე და ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველი ხორციელი ბნება დავსთრგუნოთ და ყოველი სულიერი მოქალაქობა მოვიგოთ და ყოველსავე სათნოთ შენ დავზრახვიდეთ და ვიქმოდეთ, რამე თუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ხორცთა ჩვენთა, ქრისტე ღმერთო ჩვენო და შენ და დიდებას აღვავლეთ თანა დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველს მყოფელი ცულით შენითურთ აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენ და შეუმჩნევლად ვერთვებით ლოცვაში, მაგრამ შესაფერისი გარემოც აუცილებელია. უფალი იესო ქრისტესთან მიახლება, საღმრთოთა ზრახვა, კითხვა, გალობა, კანდელის ანთება, კმევა, ყველაფერი შესაფერის გარემოში უნდა სრულდებოდეს, რათა ყოველივე აღესრულებოდეს უბრალოდ განმარტებულითა გულითა. როდესაც საღვთისმსახურო ტექსტებს სიყვარულით ვკითხულობთ, თავადაც ვერ ვამჩნევთ, რომ წმინდანები ვხდებით. საღმრთო სიტყვები სიხარულს განგვაცდევინებს და ეს სიხარული ჩვენი გულმოდგინების შედეგია, რათა მსუბუქად შევიდეთ ლოცვის ატმოსფეროში და ჩვენი თქმით გავათბოთ ლოცვა. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის, რაც უფალმა გვითხრა, რამე თუ თვინიერ ჩემსა, არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი. უფალი თავად გვასწავლის ლოცვას. ჩვენით ვერ ვისწავლით ლოცვას და ვერც სხვა ვინმე გვასწავლის. ნუ ვიტყვით მე ამდენი და ამდენი მუხდრეკა შევასრულე და ახლა მადლი მომენიჭებაო. არამედ ვითხოვოთ, რომ ღვთის შემეცნების უხრწნელი ნათელი გაბრწყინდეს ჩვენში და აგვიხილოს სულიერი თვალები, რათა გულისხმავყოთ საღმრთო სიტყვები. ამგვარად ჩვენთვის მოულოდნელად და შეუმჩნევლად შეგვიყვარდება ღმერთი, ძალდატანებისა და ღვაწლის გარეშე. კაცთათვის შეუძლებელი, ღვთისათვის მეტად ადვილია. მადლი რომ გვეწევა, მაშინ უეცრად შევიყვარებთ ღმერთს. უკე თუ ძლიერ გვეყვარება ქრისტე, მაშინ ლოცვაც თავისთავად აღევლინება. მაშინ ქრისტე გამუდმებით იქნება ჩვენს გულსა და გონებაში. მაგრამ ამ მდგომარეობაში რომ დარჩე და ქრისტე არ დაკარგო, ქრისტესადმი საღმრთო მოშურნეობა აუცილებელია, რათა მგზნებარე და საღმრთო სიყვარული გქონდეს. სიყვარული ერთადერთს უზენაეს მიემართება. მოსიყვარულე ღმერთს უყვარს თავისი მოყვარული, ხოლო მოყვარული მოსიყვარულესთან შეერთებას ესწრაფვის. საღმრთო და სრული სიყვარულით უყვარს უფალს ადამიანი, ხოლო ადამიანის მოყვარული ღმერთი უანგაროა. ღმერთისადმი აღმატებული სიყვარული სამადლობელივით გამოიხატება. სიყვარული აუცილებელია ჩვენთვის. სიყვარული არა როგორც მოვალეობა, არამედ როგორც სასიცოცხლო მოთხოვნილება. ხშირად საჭიროებისთვის მივმართავთ ღმერთს მაშინ, როდესაც საყრდენი გვჭირდება, როდესაც ირგვლივ არაფერი გვაკმაყოფილებს და მარტოობას განვიცდით. ღმერთი ყველაფერია, ხშირად ამბობდა უხუცესი. ულოცველად ღმერთთან არაფერი არ ხდება. ლოცვა ყველა სათნოების დედაა. ოღონდ იგი ქრისტეს სიყვარულით და სიმდაბლით უნდა იყოს ახსილი და ეგოიზმისგან განწმენდილი. უფლის მიმართ ხელაღპრობილმა ილოცეთ, ეს წმიდათა საიდუმლოა. მათზე ღვთის მადლი გარდამოდიოდა, როგორც კი ხელს განიპყრობდნენ ეკლესიის მამები. ისინი ყველაზე მოქმედ ლოცვად იესოს ლოცვას თვლიდნენ. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ლოცვა სულიერი ცხოვრების გასაღებია.
ლოცვას ვერავინ ვერ გასწავლით, ვერც წიგნები, ვერც უხუცესი, ვერავინ. ერთადერთი მასწავლებელი ღვთისმადლია. მე რომ ვცადო თაფლის სიტყვება გადმოგცეთ და გითხრათ, რომ იგი ტკბილია და სხვა მისი თვისებებიც რომ გითხრათ, თქვენ მაინც ვერ გაიგებთ ამას, სანამ თავად არ დააგემოვნებთ. ლოცვაც ასევეა, რომ გადმოგცეთ თუ როგორია ლოცვა, რას გრძნობთ და სხვა, ამას ვერ გაიგებთ და ვერც ილოცებთ სული წმინდის შეწევნის გარეშე. მხოლოდ სული წმინდას, მხოლოდ ღვთისმადლს შეუძლია ლოცვის შთაგონება. ლოცვის აღსრულება რთული არაა, მაგრამ სწორად ლოცვას ვერ შეძლებთ, რადგან ამას ჩვენში არსებული ძველი კაცი ეწინააღმდეგება. უკვე თუ მადლის გარემოში არ შეხვალთ, ისე ვერ შეძლებთ ლოცვას. თქვენ ხომ საწყენის სიტყვა უმალ გაბრაზებთ, ხოლო კეთილი სიტყვა მაშინვე გახარებთ და გაბრწყინებთ, ხომ ასეა? ამით ჩანს, რომ მზად არ ხართ, რომ საჭირო პირობები არ გაგაჩნიათ. ღვთისმადლის მოსასვლელად წინაპირობებია საჭირო, სიყვარული და სიმდაბლე, სხვაგვარად წინააღმდეგობა წარმოიშობა. ასეთ სულიერ განწყობაში შესვლა მორჩილებით უნდა დაიწყოთ. დასაწყისში მორჩილებას უნდა შეუდგეთ, რათა სიმდაბლე მოვიდეს. თქვენ სიმდაბლეს რომ იხილავს უფალი, საღმრთო მადლს გარდამოავლენს, ხოლო შემდეგ ლოცვა თავად მოდის ძალდაუტანებლად. თუ მორჩილებას არ აღასრულებთ და სიმდაბლეც არ გაგაჩნიათ, მაშინ არც ლოცვა გექნებათ, არამედ ხიბლის საშიშროებაც კი წარმოიქმნება. ნელა მშვიდად, მსუბუქად განემზადეთ და გონებაში აუჩქარებლად აღასრულეთ ლოცვა, ხოლო რაც გონებაშია, ის გულშიცაა. მონასტერში მოსწრაფებით ლოცვის კითხვა უჯეროა, ამბობდა ხოლმე უხუცესი პორფირი. არ შეიძლება ლოცვის სიტყვების ჩაყლაპვა, ან უფალო შემიწყალენის ერთ სიტყვად წარმოთქმა. არც 50 ფსალმუნის ან სხვა ნებისმიერი ლოცვის აჩქარებით კითხვა არის მართებული. როდესაც სიტყვები ჩვენი ბაგეებიდან მთიდან მოსხლეტილი ღვართქაფის მსგავსად მოედინებიან, რადგან სასვენი ნიშნების, გრძნობისა და აზრის გარეშე ეს სიტყვები უნაყოფო და არასაჭირო გახდებიან. ღვთისადმი მარადის ხსოვნა უნდა გქონდეთ. ამით თქვენი გონება სიმკვირცხლეს შეიძენს. გონების მოქნილობა მღვიძარებით მოდის. მღვიძარება ღვთის სიყვარულია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გულსა და გონებაში მუდამ უნდა გვეპყრას ქრისტე, სხვა რაიმე საქმითაც რომ ვიყოთ დაკავებულნი. ქრისტეს სიყვარული წადილი უნდა გქონდეს. უფლის ხსოვნა ლოცვით უნდა მოიპოვოთ. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. აგრეთვე საეკლესიო ლოცვით, გალობით, ღვთის შეწევნათა გახსენებით, წმინდა წერილიდან და სხვა სასულიერო წიგნებიდან ამონარიდებით. ამისათვის, რა თქმა უნდა, კეთილი ნებაა საჭირო. ეს ძალდატანებით არ ხდება, არამედ ძირითადად ღვთისმადლის ქმედებით, მაგრამ ღვთისმადლისთვის სიყვარული და სიმდაბლეა საჭირო. უკვე თუ ღვთისმადლით ცხოვრობთ, მაშინ ბოროტი ვერ გაშინებთ. თუ ღვთით არ ცხოვრობთ, მაშინ ბოროტი გარს გერტყმით, სიზარმაცე გიპყრობთ და იტანჯებით. ვინმეში სიზარმაცეს თუ ხედავთ, ესე იგი იმ ადამიანს სული არ აქვს წესრიგში. ხშირად მშვიდ მდუმარე ადამიანს ხვდებით, რომელიც სხვებს არ გავს და ვამბობთ, რომ კარგი ადამიანია, წმინდა ადამიანია, მაგრამ ის ადამიანი შესაძლოა ზარმაცი იყოს. ზარმაცები, უდარდელები, უსაქმურები ღვთის წინაშე მართლები არ არიან. სიზარმაცე ძალიან ცუდია. სიზარმაცე ეს არის ავადმყოფობა, ეს არის ცოდვა. ღმერთს არ სურს, რომ ზარმაცები ვიყოთ. დაუდევრად გსურთ ცხოვრება. თქვენ ამბობთ, რომ დამავიწყდა ამის გაკეთებაო. მაგალითად, ოთახიდან გასულს კარის დაკეტვა დაგავიწყდათ. და რას ნიშნავს დამავიწყდა?
გაიხსენეთ, ყურადღებით იყავით. დიდი გულმოდგინება, მოქმედება, შრომა და ღვაწლი, ეს ყოველივე ხომ სათნოებაა. ფიზიკური შრომა ეს არის ბრძოლა, ეს სულიერი ბრძოლაა. როდემდეც უყურადღებოები იქნებით, იქამდე ეწამებით და პირიქით, რაც უფრო კრძალვით და ყურადღებით იქნებით, მით უფრო იბედნიერებთ. მთაწმინდაზე სენაკის კარზე ძველი რაზა ეყენა. კარი რომ გაგეღო, ის უნდა გაგეწია. რაზა ძლიერ ხმას გამოსცემდა. კარის გაღებისას რაზა ჭრიალებდა. 100 მეტრზე ისმოდა მისი ხმა და უხმაუროდ ვერავინ აღებდა კარს. თუმცა რაზა უხმაუროდაც იოლად იხსნებოდა. ვუხსნიდი მათ, მაგრამ რაზას მაინც აჭრიალებდნენ. მსგავსი ამბები უბრალოდ გვეჩვენება, მაგრამ ისინი მთელ ჩვენ ცხოვრებას უკავშირდება. რაც უფრო უახლოვდებით ღმერთს, მით მეტად ყურადღებიანი იყავით ყველა საქმეში და სულიერშიც. საკუთარი სულის გულისხმის ყოფით, ღვთის მადლით თქვენ მეტად გონიერდებით. თქვენს ცხოვრებაში გულისთქმების გარეშე გიმუშავიათ, თქვენ არცდებით, ღვთის მადლი გფარავთ. ქრისტიანი ზარმაცი არ უნდა იყოს, იგი არ უნდა თვლემდეს. ქრისტიანი სადაც არ უნდა წავიდეს, ლოცვაში და საღმრთოს რახვაში უნდა გამოიხურვებოდეს. და მართლაც ღვთისმოყვარე ქრისტიანი შეიძლება საკუთარ წარმოსახვაში, ვარსკვლავთა შორის, უსასრულობაში, საიდუმლოში, მარადილში, ღმერთში გამოიხურვებოდეს. დაეამაღლდეს, დაეილოცოს და გრძნობდეს, რომ მადლით განიღმრთობა. ბუმბულივით აზრით უნდა ფრენდეს, მისი აზრი კი უბრალოდ ფანტაზია როდია. გამოხურვება ფანტაზია არ არის, არამედ სინამდვილეა და არა ოცნება. ქრისტიანი ღრუბლებში არ ფრენს, როგორც ამას ხშირად ვამბობთ. იგი სინამდვილეს აღიქვამს და მასში ცხოვრობს. სახარებაში წაკითხულს მამათა მიერ ითვისებს, იგი ამით ცხოვრობს, გამჭრიახი ხდება, თავს უღრმავდება, საკუთარი გამოცდილებით მოქმედებს და ფაქიზად აღიქვამს ღმერთთან კავშირს. ერთხელ უხუცესთან საუბრისას იოანე ოქროპირის ციტატა მოვიყვანე, ლოცვის შესახებ საუბრებიდან. შუაღამიანის ლოცვა დიდი შემწეა, როგორც მოციქულ პავლეს და შილას ლოცვამ გახსნა საყრობილის კარი შუაღამეს, ასევე გაუხსნის ქრისტიანებს ზეციურ კარს. ამ სიტყვების მოსმენამ უხუცესი დიდად გაახარა. შესანიშნავია, მითხრა უხუცესმა პორფირმა, სად ნახე ეს სიტყვები, შვილო ჩემო, სრულად გადმომიწერე წმინდა მამისეს საუბარი და მომიტანე. იცი რომ ეს ასეც არის. შუაღამიანის ლოცვებზე და ღამის თვეებზე სწორედ ასე ხდება, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს. ღამით როდესაც გეღვიძება, მეორე მხარეს ნუ კი გადაბრუნდები ძილის გასაგრძელებლად, არამედ წამოდექი, მუხლი მოიყარე, ჯვარცმის და წმინდა ხატების წინაშე, სიყვარულით, სიმდაბლით ილოცე 9 საათი, 15 წუთი, 10, 5 წუთი, რამდენსაც შეძლებ. ამით დიდ შეწევნას მიიღებ, შუაღამიანის მსახურებასაც დაესწარი. უხუცეს არაფერი უთქვამს ჩემთვის მის მიერ აღსრულებულ შუაღამიანის ღამის თევის ლოცვებზე, მაგრამ როგორც მისი მახლობლებისგან შევიტყვე, იგი ოქროპირის საუბრების წაუკითხავად ყოველ ღამით აღასრულებდა მის მიერ განწესებულს. ამას გარდა მამა პორფირმა თავის მრავალრიცხოვან სულიერ შვილებთან ერთად ადამიანთა დიდი ჯგუფი შექმნა, რომლებიც ყოველ ღამე განსაზღვრულ დროს უხუცესთან ერთად ლოცულობდნენ. ლოცვაში ეს ერთობა ყველა მათგანს საიდუმლოდ აერთიანებდა ქრისტესთან და ერთმანეთთან და დიდად შეეწეოდათ ცხოვრებაში. მამა პორფირი გვარიგებდა, ფიზიკური დაღლა არჩიეთ, მას დაეშურეთ, როგორც სხეული, ასევე სულიც უნდა გაწვრთნათ. ჩვენი ცხოვრება ჩვენს ნებისყოფაზეა დამოკიდებული. ცხოვრებაში ჩვენი სურვილები შეგვიძლია განვახორციელოთ. ვინც ქრისტესთვის დიდ ღვაწლს იტვირთავს და ამას ღვთის სიყვარული შეაძლებინებს, იგი დიდ მადლს მოიხვეჭს.
როდესაც ვამბობთ 8 წელს, ამაში სხვა ყველაფერთან ერთად ღამის ლოცვასაც გულისხმობთ. დიდი სარგებელი მოაქვს შუაღამით ლოცვაზე ადგომას. ღამით ლოცვა ყველაზე უკეთესია. ისაია წინასწარმეტყველიც ხომ ამბობს, ჩემი სამშვენველი გნატრობდა შენ ღამღამობით. დავით წინასწარმეტყველიც ასევე აღნიშნავს, უძილ ვიქმენ და ვიყავით არცა სირი მხოლო ის სართულსა ზედა. ხოლო სხვაგან ამბობს, განთიად შეისმინე ხმისა ჩემისა, განთიად წარსდგე შენ და გეჩვენო შენ. და კიდევ, ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენ და მე აღვივსთობ, წყურიან შენ და მე სულსა ჩემსა. რა მშვენივრად ამბობს დავით მეფე ამის შესახებ. იგი ამაზე კი არ საუბრობს მხოლოდ, არამედ ამით ცხოვრობს, უხარია, რადგან მასთან ღვთისმადლია, სული წმინდაა. მთაწმინდაზე ბევრი დღე და ღამ ლოცულობს. ხდება ხოლმე, რომ ზოგი ღამიდან გათენებამდე ლოცულობს და დროის გასვლას ვერ ამჩნევს. ღვთის სიყვარულში დრო სხვა სიჩქარით მიდის. რა ხდება მთაწმინდაზე ღამით? კეთილსუნელება, საკმეველი, ანგელოზები, ლოცვები. ანგელოზებს წმინდათა ლოცვები ღმერთთან აქვთ. მთაწმინდაზე საათის გარეშე ვიღვიძებდით, საჭირო დროს უმალ ვდგებოდით. გვიანაც რომ დავწოლილიყავით, გაღვიძებისთანავე ვდგებოდით. ძილის გაგრძელება დიდი ბოროტებაა. ღამით თუ იღვიძებდი, სიჩუმეში ილოცებდი. ეს ღვთისგან ბოძებული საშუალება იყო. ვინც ლოცვაში ათენებს, მეორე დღეს უკეთ მუშაობს, რადგან ღვთისგან მადლს იღებს და სულით ახლდება. და პირიქით, ვინც ქრისტეს სიყვარულს არ სწირავს, თავად განაყენებს მადლისგან თავს. როდესაც ღმერთის სიმდაბლეს გვანიჭებს, მაშინ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს გრძნობთ, მაშინ აშკარად ღმერთით ვცხოვრობთ. მაგრამ როდესაც სიმდაბლე არ გვაქვს, მაშინ ვერაფერს ვხედავთ. ხოლო თუ წმინდა სიმდაბლის ღირსი ვხდებით, ყოველივეს ვხედავთ და ყოველივე გვიხარია. მაშინ ღმერთის მიერ ვცხოვრობთ და ჩვენში სამოთხეა, რომელსაც თავად ქრისტე წარმოადგენს. რაღაც უნდა გიამბოთ, არ ვიცი ამოგიკითხავთ თუ არა ეს პატერიკებში. ამ გადმოცემაში მითითებულია ღვთის განგების და უხუცესის ლოცვის ძალა. ერთმა უხუცესმა თავისი მორჩილი პაისი კალივიდან შორს გაგზავნა სამუშაოდ. მორჩილმა საათობით იარა, გვიანი იყო, მზე იკბინებოდა. მან დიდი კლდე დაინახა, რომლის ქვეშაც ჩრდილი იყო. მივიდა კლდის ჩრდილში, წამოწვა მოსასვენებლად და ჩაეძინა. ძილში ან იქნებ არც ეძინა, არამედ თვლემდა. თავისი უხუცესი იხილა, რომელმაც უთხრა, პაისი, პაისი, ადექი და წადი აქედან. მორჩილმა უხუცესის ხმამაღალი ძახილი რომ გაიგონა, ადგა და იქაურობას გაეცალა. ის იყო რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რომ დაიგრუხუნა და დაინახა როგორ ჩამოინგრა მთა. რომ არა უხუცესის ხილვა, მთის ნანგრევები მას ისე გასრეს და ძვალიც არ გადაურჩებოდა. უხუცესი მორჩილისგან ძალიან შორს იყო, მაგრამ ის სულიერ შვილს ხედავდა. აი ღვთის განგება და ღვთის სიტყვები. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს, სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდან, ენათა ახალთა იტყოდიან, გველთა შეიპყრობდნენ, დაღათუ სასიკვდინე რაიმე სვან, არა რაი ავნოს მათ. ხოლო ჩვენ ვიფიქრებთ და ვიტყვით, ღმერთო ჩემო, შენ ყოველგან ხარ და ყოველსავე ხედავ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველ ჩემ ნაბიჯს სიყვარულით ადევნებ თვალს. ამისთვის დავით მეფსალმუნესთან ერთად უნდა გავიმეოროთ, ვიდრე მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან, ვიდრე მე ვილტოდი. აღ თუ ხდე ცად, შენ მუნ ხარ, შთა თუ ხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ. მონაზნის ლოცვა სასწაულთმოქმედია. როდესაც მონასტერში შედიხართ, ღვთის სიყვარულს გახსნილი გულით შეეგებეთ. იქ ყველაფერი ნაკურთხია, მრავალი სული ლოცულობს, მოღვაწეობს, საღვთო ცხოვრებით ცხოვრობს.
ნაკურთხის სულები, აი რაშია მონასტრის დიდებულება. სულს უდიდესი ძალები გააჩნია, რომლებიც გარემომცველ სამყაროზეც აისახება. ასევე ნაკურთხი ადგილებიც მოქმედებენ ჩვენზე და აღგვამაღლებენ. როდესაც ასეთ ადგილებში ვიმყოფები, უწინარეს ლოცვის დაწყებისა, ნაკურთხი ადგილი უმალ ზეცამდე აღმამაღლებს, როგორც მაგალითად პატმოსი, მთაწმინდა და სხვა ადგილები. მონაზონი არა ამქვეყნიური, ნაკლებ გულგახსნილი ჩანს. ის თითქოს მხოლოდ საკუთარ სულზე ზრუნავს. თითქოს ეკლესიას და ქვეყანას არაფერს რგევს, მაგრამ ეს ასე არ არის. ეკლესია მრავალი წლის მანძილზე თავისი არსებობით და უვნებელობით მონაზნობას უმადლის. ადამიანი, რომელიც მონასტერში შედის და ყოველივეს ქრისტეს სწირავს, ამას ეკლესიას აძლევს. ზოგმა შეიძლება იკითხოს, განა შეეწევიან. დიახ, გამოქვაბულში მცხოვრებნი ეკლესიას საიდუმლოდ შეეწევიან. გამოქვაბულში მცხოვრები შესაძლოა, რომ ხეებს და ბაღებს არ გავდეს, წიგნებს არ წერდეს და კიდევ სხვა რამეს არ აკეთებდეს, რაც ცხოვრებას და წარმატებას შეეწეოდა, მაგრამ ის იქ ქმნის ვითარდება და განიღმრთობა. მოღვაწეები გამოქვაბულში ცხოვრობენ, რათა ისინი სულიერ ცხოვრებას არავინ მოწყვიტოს. ისინი ეკლესიას შეეწევიან თავიანთი თბილი და წმინდა ცხოვრებით, ხოლო უმთავრესად ეკლესიას ლოცვით შეეწევიან. რაღაცას გეტყვით, შეიძლება გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ შვილებო, მინდა რომ დამიჯეროთ. სიტყვა ეხება მონაზნის შესაწირს, რომელიც ლოცვაში მდგომარეობს. ყურადღებით მომისმინეთ. დავუშვათ, რომ 7 ღვთისმეტყველი გვყავს, ქადაგებელი მღვდლები, რომლებიც წმინდა ცხოვრებას ეწევიან და უბადლო მჭერმეტყველები არიან. ყოველ მათგანს თავისი სამრევლო ჰყავს და თითოეულში 10,000 მრევლია. ყოველ დღე ამ ქადაგებელი მღვდლების სიტყვას 7,000 ადამიანი ისმენს. მათი მსმენელი ათასობით ადამიანი მობიერდება, სინანულს ეძლევა, ქრისტესადმი მოექცევა, მთელი ოჯახებით გამოიხსნებიან. მაგრამ ერთი მონაზონი, რომელსაც ვერავინ ვერ ხედავს, რომელიც სადღაც გამოქვაბულში ზის, თავისი დაბალი ლოცვით გაცილებით მეტ გავლენას ახდენს. ერთს იმ 7-თან შედარებით გაცილებით მეტი ნაყოფი აქვს. აი ასეა, მე ასე მიმაჩნია და ამაში დარწმუნებული ვარ. აი ასეთი მნიშვნელოვანია მონაზნის ლოცვა. იგი თავის ენაგში მარტო ზის, მაგრამ მისი ლოცვის ტალღები ყველა ადამიანამდე აღწევს, შორსაც რომ იყვნენ. მონაზონი ლოცვით ყველა ადამიანურ პრობლემაში მონაწილეობს და სასწაულებს ახდენს. მაშასადამე მისი წვლილი მეტია, ვიდრე ყველაზე უფრო ღირსეული მქადაგებელი მღვდლისა. გწამდეს, რომ სასწაულები დღესაც აღესრულება. იმ ხანად პოლიკლინიკაში ვმუშაობდი. ერთხელ ერთი მონაზონი მოვიდა ჩემთან და ხელზე გამოზრდილი კაკლის ოდენა წარმონაქმნი მიჩვენა. ზემოთ წამოდი პროფესორთან, ვუთხარი მაშინვე. მე პროფესორთან არ მოვსულ ვარ, თქვენთან მოვედი, მიპასუხა მან. შუბლზე პირჯვარი გადავსახე, ხელებზეც და მონასტერში გავუშვი, მალევე გამოჯამრთელდა. სხვა მონაზონიც მოვიდა ჩემთან და აღსარებას რომ მეუბნებოდა, სულიერი თვალით დავინახე, რომ მკერდის კიბო ჰქონდა. ჯანმრთელად ხართ, ხომ არაფერი გაწუხებთ, ვკითხე მას. დიახ, ჩემო მამაო, მაგრამ რცხვენია ამის თქმა. ადი ახლავე ზემოთ, ჩემი სახელით მიდი ექიმთან, გაგსინჯავს და მერე მოდი ჩემთან და მითხარი. მონაზონი მობრუნდა და მას მართლაც კიბო აღმოაჩნდა. გამოკვლევაზე გაუშვეს და 3 დღეში ოპერაცია დაუნიშნეს. ჰოდა რომ მობრუნდა, ჩვენ მუხლი მოვიყარეთ. ილოცე, ჩუმად ვუთხარი მას. მეც ჩუმად ვლოცულობდი. შემდეგ პირჯვარი გადავწერე და გავუშვი, ექიმების მითითების აღსასრულებლად. 3 დღის შემდეგ რომ მოვიდა საოპერაციოდ, ჯანმრთელი აღმოჩნდა, არც სიმსივნე ჰქონდა და არც არაფერი.
ექიმი გაუგნებული ჩამოვიდა ტაძარში და მომძებნა. ჰოი მამაო, რა გაუკეთე იმ ქალს, რომ გამოჯამრთელდა? ხელით რომ არ შევხებოდი სიმსივნეს და საკუთარი თვალით რომ არ მენახა 3 დღის წინ, ამას არ დავიჯერებდი. ღვთის მადლი ადამიანთა რწმენით მოქმედებს. ირწმუნე, რომ სასწაულები დღესაც აღესრულება, რადგან იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნისამდე. ლოცვისას მნიშვნელოვანია გულმოდგინება და არადროის ხანგრძლივობა. თუნდაც 5 წუთი ილოცეთ, მაგრამ ღვთისადმი ლოცვა ერთგულებით, სიყვარულით და წადილით აღავლინეთ. ერთმა შეიძლება მთელი ღამე ილოცოს, ხოლო მეორემ 5 წუთი და შეიძლება 5 წუთიანი ლოცვა უფრო აღმატებული იყოს. დიახ, ასეა, მაგრამ ეს საიდუმლოა. მისმინე შვილო, ერთ მაგალითს მოვიყვან. უდაბნოში ერთი ბერი მიდიოდა და მეორე ბერს შეხვდა. ერთმანეთს მიესალმნენ და პირველმა ჰკითხა, საიდან მოდიხარ? იქითა სოფლიდან. როგორ ხართ? საშინელი გვალვაა ჩვენთან, უბედურებაა. და თქვენ რა შვებით, ლოცულობთ? დიახ. გაწვიმდა? არა. ალბათ გულმოდგინეთ არ ილოცეთ. მოდი ახლა აქ ვილოცოთ უფლის მიმართ, რათა შეგვეწიოს. ილოცეს და მაშინვე გამოჩნდა პატარა ღრუბელი, რომელიც თანდათან გაიზარდა, გაშავდა, ქვემოთ დაეშვა და ძლიერ გაწვიმდა. და რა მოხდა ამ შემთხვევაში? ლოცვა გულმოდგინებით აღავლინეს. დიახ, მოკლედ ილოცეს და გაწვიმდა. ხედავთ, გულითად ლოცვაშია აზრი. როგორც წმინდა მაკარი ამბობს, ლოცვა ღვაწლითა და გულმოდგინებით, ძალისხმევით აღესრულება. წმინდა მაკარი გულმოდგინეთ ლოცულობდა ყოვლითა გულითა და ყოვლითა გონებითა. იგი სულით და ხორცით ეძლეოდა ღვთისმსახურებას. ერთმა ადამიანმა მითხრა, გვინდა რომ ჩვენზე ილოცოო. გულით ვილოცებ უფლის მიმართ, დაბლად და გონიერად, მივუგე მე. რას ნიშნავს გონიერად? ანუ ცნობიერად ლოცვას, გონება მოკრებით, გულისხმის ყოფით ლოცვას. ერთხელ მოედანზე ხალხი შეიკრიბა და დავით წინასწარმეტყველს თხოვა, რომ ესაუბრა მათთან, რადგან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა და მთელი ხალხი ყვიროდა. მაშინ გამოვიდა წინასწარმეტყველი დავითი და თქვა, უგალობდით ღმერთსა ჩვენსა, უგალობდით, უგალობდით მეუფესა ჩვენსა, უგალობდით. რამე თუ მეუფე არს ყოვლისა ქვეყანისა ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით. იგი კმაყოფილი დარჩა და მითხრა, წმინდა წერილში რა ადგილასაა ეს, რომ მოვძებნო, რომელი ფსალმუნია ეს? გონი ეს ფსალმუნი ასე იწყება, ყოველთა წარმართთა აღიხვენით ხელნი თქვენი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა.